დილამ შვიდობისა, როგორც იქნა დადგა დრო, რომ აი ამ ახალი ულამაზესი, უსაყვარლესი ჭიქით მე და თქვენ დავლიოთ ყავა. ბონიჩკა რომ არის, ამიტომ უნდა იბონოს. თიხაფი გაწაფული, მოჭიმული და ისე განვიცდიდი რაღაცას, როგორც არც კი მეგონა თუ შემეძლო განიცადა მაგ რაღაცას. თურმე ესე იგი ადამიანები, რომელიც ჩემთან სულიერად ახლოს არ არიან, მაგრამ მაინც ახლობლები არიან. იმაზე ბევრად ღრმად მიყვარს ვიდრე მგონი. ჩემი თავის ატყანა არ მქონია. ბოთე! როგორ ახარ ბოთე? არც კი გამოიხედა ჩემსკენ. მაგ ბოთე მამა. არ დაიხულა კარო. მე გაჩემს ხალხი დაიგებს. ანუ ნავაყუდო თორე. მე ძალიან არ მინდა, არც უთქბო არ მინდა და არ ვიცი რამდენი დავუყო. აი შეიძლება რაღაც ცოტა დავაკეთე, ცოტა მეტად გადმოუყარა. აი მე. უშინ ისე ეს ფიჭები. აი ესე კარს მივაგლიჯე, აი ესე ინახე ესე. ანუ უფრო მოკლე მეგონა და უფრო გზელი აღმოჩნდა და ესე და ამეხალამს. როგორ მომწონს ეს ნახეთ ესეთი ეს სწორი კი არა ესეთი ტალღისებრივით რომ აი ვიგიჟდები. Oh my god. Ortası siyamonu kanısta. Moşe. რამ ხელა? ეს შეხედეთ რამ ხელა.
თახთან შედარებით. ტარას შეგადარო, უზარმაზარო კაკა, ვინეს მეზოგიზდები. უზარმაზარო კატუშა. აბა ხალხნო. გუში ვნახე. ერთი რაღაცა გადაცემია ნაწყვეტი და TikTok-ზე. ხვალო. $1 მილიონი რომ მოგცეო, გაგჩუქო. ასე თქვიო. ძალიან მადლიერი ვიქნები, ავერთდი. ძალიან მადლიერი ვიქნებიო რა. ხო და 10 მილიონი გაგჩუქო, მაგრამ რომ გითხრაო რომ ხვალდას მოკვდებიო. თუ ამ 10 მილიონს აიღებო, მაშინ არ მინდაო. ანუ სიცოცხლე უფრო ძვირფასია ვიდრე 10 მილიონიო. კიო. მაშინ ყოველ დილის როცა იღვიძებ, მადლიერად არ ხარო. რატო წუწუნებ ამაზე, იმაზე. რაც ისე არ არის როგორც შემგინა. და პირველ რიგში რატო არ ხარო მადლიერი. აიგდია. 10 მილიონი კი არა, რაც მსოფლიოში ფული არსებობს. რაც არა, ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასიც კი. არა, ადამიანებისთვის სხვისი სიცოცხლის ფასი შეიძლება იყოს. 9 მილიონი კი არ შეიძლება 100,000-იც, მაგრამ მე ვიძახი საკუთარის. საკუთარის. დავაბასოთ. სიცოცხლე. მეგობრებო. ძვირფასი. რა ბონინა გარეთ გინდა დედა, ეხლა წაგიყვანს ხოლმე ნელ-ნელა დედა გარეთში. ნელ-ნელა თან. ნიგოზი არასდროს მიყვარდა. მან თავისი გემო აქვს. სუზალაში ვარ დასასვლელი. მეც თხილი მინდა. ფრესკო მინდა კიდე. არაქისის კარაქი ქრენჩი არის აქციაში. მე ქრენჩი მომწონს ძალიან. Beautiful. That's it. რა დამემართა? ანუ რაღაცა ეტაპზე გავიზარდე. და ის რაღაცები, რაც ჩემი ოცნებები იყო და კიდევაც არის ჩემს სულსა და გულში, თითქოს დავთმე. და მაგან გამოიწვია ის, რომ ჩავკვდი. ანუ დავთმე, იმიტომ რომ ვერ წარმომედგინე, როგორ შეიძლება და ამის შეთავსება. და ეხლა ვგეგმავ. რა შევათავსო? ამიტომ რა ცხოვრება გადის. მოკლე ცხოვრება გვაქვს. ძალიან. არაფერში გვეყოფა. თუ
თუ არ შევათავსეთ რაღაცეები. ანუ თვით 100 წერიც კი ძალიან მოკლეა რეალურად. ამას გრძნობ ძალიან ცხადად. ჩოკოპაის მოვიტანო. მოვედი ჩოკოპაის. ესე იგი, ძალიან კაი რაღაცა გადავწყვიტე ცხოვრებაში. გადავწყვიტე ხალხო. ელისიტა რაკეც არ მაქვს. მაგაზე არ გავიკაჩო. ანუ ეცუცი არ მინდა. არ შემიძლია. არ გამომდის, არ გამომივიდეს, შენ თავს უნდა გადავახტებ. მაგას არ გავაკეთებ. გავაკეთებ მარტო. Привет, როგორ ხარ? კარგად. ბოთეს მივესალმე წეღან, მაგრამ გამარჯობა არ მითხრა. თქვენც ასევე. ძალიან მოყვარს ეს ადამიანები, მეგობრები. ჯაღლები ყავს და ისე უყვარს ცხოველები, როგორც მე. ხოლმე იმას ვამბობდი, რომ არ გავაკეთებ. იმასაც არ მინდა. ამიტომ მე ადამიანი ხდება, ნახე, როცა იმას აკეთებ, რაც არ მინდა, შენ თავს ხალატობ. მე იმ ადამიანებს ვის გამოც ამას აკეთებ, თხოვ საფასურს. და თუ ის ადამიანები საფასურს არ გაძვენ, წარდები და ეს გამწარება ისევ შენში გრძელდება. ან შენ საყვარელი სხვა ადამიანებზე გადადის, რაც ძალიან ცუდია. ვინც საერთოდ არაფერ შუაში არ არის. და ამიტომ მე გადავწყვიტე გავაკეთებ იმდენს რამდენის გაკეთებაში ჩემი თავის ღალატი არ მიწევს და გჩორტუ რა სიტყვის ვიღაცა რა სიტყვის ხალხი რა ფიქრობენ შენზე და ასე შემდეგ რასაც გავაკეთებ მთელი გულით გავაკეთებ და ეს იმდენი იქნება რამდენი შემიძლია ვიღებ ერთ-ერთი ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანი ახალგაზრდობაში ვერ იღებს, იმიტომ რომ მე მაგალითად ელემენტარული იმისით მერიდებოდა, რომ ადამიანისთვის მეთქვა, რომ არ ვეთანხმები რაღაცაში ზოგადად რა. მერიდებოდა, არ მინდოდა მეწყენებინა, ასე შემდეგ. ადამიანს კი ბავშვისაც კი რა, ბავშვი, ჩემზე პატარა, ბავშვებს სხვა რაფასებიან ხოლმე. ჩემზე პატარა, ჩემზე პატარა კი არა, ჩემი შვილის ყველა ბავშვს რო უთხრა რაღაცა და დავიცვა ჩემი პირადი საზღვარი და უთხრა რომ ეს არ შეიძლება და რაღაცა, ეგეც კი მერიდებოდა ხოლმე წარმოიდგინე პროსტა. მაგრამ არ არის ეგ სწორი და ცხოვრებაში ძალიან ჩაგრები მაგის გამო და ეგ რო არ მოხდეს, ამის აუცილებელია რომ შენი თავის ერთი გული იყო. და მე ვირჩევ რომ ჩემი თავის ერთი გული იყო. მაგიდაზე მე შენ გიშლის სიარულს და რატო არ მოხვედი ვერ გავიგე უზარმაზარი კატა კიდე იზრდება თან აზარტოს ღმერთმა წავედით გიშდები აი ნახეთ როგორია გიშდები აი ამეზე ბატონო ჩემო სიყვარულო ო
არ არის გუდაიდია? არა, დანა არ შეიძლება. ესე. დანა არ შეიძლება, დანა საშიშია. გუშინ ლობიო მოვამდა გასალხო. და დღეს კიდევ ხომთან ერთად არასოდეს არ მქონდა ნატანი ლობიო. თუმე როგორ ძალიან უხდება. ეს იქა მეორეც უნდა მეყიდა, ნეტა კიდე ახარშია. არა, და. შეასრულე. დიანასის დროს დილოთაზე გამხომდა იმაზე მეწდა. და მაინც არ მყოფ. ანუ აი კიდე ხა ამდენს არ ვჭამხომე დილას მე, ეხლა რო ვჭამო. ანუ თუ ვიყავას და ფილე ვჭამ, ჩოკოპაის აღარ ვჭამ. თუ ჩოკოპაის ვჭამ, მაგრამ ეხლა ხო ვჭამე და კიდე მინდა, ანუ კიდე მშია რა. და ეს მაქხომე მარტო აი ამ პერიოდში. მოდი ხაჭით რა მინდა? კვერცხი მინდა. სამწვარი და შევიწოთ, მოდი. შავი პური და შემწვარი კვერცხი. ესა. აი მენა ერთი შემწვარი კვერცხი და პატარა პური მეტი ხე არ გრძნო ვიზავა მოგწეს მეტი შევიდა ბატონო Rada? Patara. That's your class. Qabas, როცა კვერცხი არის დიდი. აი და კვერცხი რო არის, აი ამის ნახევარი. არ მიყვარს, იმიტომ რომ ეს ვჭამ ხოლმე და ის არ მყოფ. мысалы, გეგონება ნახევარი ვჭამე რა. მაგრამ ეს არის ზუსტად აი ზომა. შეჭამ და საგანახო. ამიტომ ვიცოდი ამიტი, ესენი მეტი. ეს ვიყო. აი მოსნამ საფარი მოვაყარე. ხო. შეიძლება ხანე პრიადებს. მაგრამ ის აუკაია კვერცხი. ოღონდ მოხარშულისას ვერ ვიტან, შემწური. ცოტა. მოდი შავი. შავი ფილტვი. აუ იცით რა ფილმი მაგ დამარინადებული 3 დღეა და მეშინია ნახავ რა მგონია რომ გახუჭებული იქნება და მოდი ჯერ შევჭამ და მე ნახავ კაი ფილმი და აკროლებულია ცუდული ექნება და გამიქუჭებს გემოს იჩა
ეს აი რამდენი ხანია დაიწერა გამომოიწერა ექიმა ინდონელი. ხოიცით აქ ის რო გავიკეთე კონდენსაცია კონდირება. უბრალოდ უბრალოდ შეიძლება და სავსეა. თავს აი ესე გამოსერდება. ძირს დავაგდე. შენ დავიგე. მიდი დაიბრატე. ანუ ახლა მიყვარს გული უნდა ქონდეს სველი, მაგრამ ანუ გარშემო ლორწები არ მაქონდეს ეგეთი. აი ამ ფალას ტექსტი მიყვარს. ეხა ჩემი ხაპარელი პური. დათაბებულა ლამის. აი ეს ძალიან მომწონს, ყველაზე მეტად ეს მომწონს. ბარონი. აი ამდენი არ მინდა. ოღონდ ცუდი ის აქვს, რომ ძალიან დიდი ნაჭრებია. მაგრამ შეგვიძლია რომ გაკეთო. აი მე თული ისეთი სუნია რომ მომეშავ და ჯიშტები ხალხო აი პროსტა ჯიშტო სულ ცოტა გამონდა მოგესალმებით. ძალიან ხშირად იწერება ხოლმე ჩემი მუკბანგების ქვეშ ეგეთი ტექსტები, რომ ეს ჭამს და მე არ ვსუქდები. ეს არის შაურმას რო ჭამდი. იმაზე იყო დაწერილი ეს კომენტარი და მაშინ იმ დღეს ეს იყო დილის საათები. ეგრო ჭამე ნახევარი, აი ხელშიაც მეჭი ეგ ნახევარი ვჭამე და დაჟე 3 ლუკმა დამრჩა. და იმ დღეს ფაქტობრივად არაფერი აღარ მიჭამია. იმიტომ კი არა თავს ვიკავდი, არ მშიო და არ მომშევი. ანუ კი საღამოს რაღაცა ვჭამე პატარა, არ მახსოვს რა, და აი ჭამა კი უფრო სნექი იყო რა. ხო ხდებით. ეხლა მაქვს PMS-ი. ეხლა ისეთი პერიოდი მაქვს, როცა მეტად მშია. რადგან დავლია ყავა. ნალექიანი, შაქრიანი. მოვაყოლე ცოტა 5-6 წელი თხილეული და 1.5 ლებანი ისაა ნიგოზი, იმიტომ რომ მეტი აღარ მქონდა თხილი და ნიგოზი დიად არ მიყვარს მე. ეს მიყვარს. ხოდა. ეს ჭამა ახლა ჩემთვის. დილას. ეს არის ბევრი. იმიტომ რომ ამდენი არ მშია ხოლმე დილას. ანუ თუ გეჩვენებათ რომ ვიღაცა ბევრს ჭამს და არ სუფთება, ეცად რომ ორგანიზმი ეგრე არ მოშრობს. თუ არ სუფთდება, ესე იგი ვიღაც ბევრს არ ჭამს. მაშინაც კი თუ გარედან ეგრე ჩანს. ხოლო თუ შენ გეჩვენება ცოტა ჭამ და სუფთები, ეგ მას ნიშნავს რომ ცოტას არ ჭამ. უბრალოდ შეიძლება კალორიებში ვერ ერკვევი და რაოდენობა შეიძლება ცოტა, მაგრამ კალორია ბევრი. არ მინდა ადამიანებს ეგონოთ, რომ ვიღაცა ჭამს და არ სუფთდება. ეგრე არ არის. ვინც ჭამს, ყველა სუფთდება. ნუ არიან ადამიანები ძალიან პატარა 1%-ია. ვისაც დარღვევლია ლიპიდური სხვა და რაღაცა და სხვანაირად მუშაობს მათი ორგანიზმი. მაგრამ ეგეთები არიან ძალიან ცოტა.
ეს იგივე ვამბობ და ყოველთვის ფიქრობდი, რომ ძალიან ცოტა სჭამდიო. სანამ ყადოების სათვლა არ დავიწყე და აღმოვაჩინე, რომ თურმე 3 დღის სამყოფი მიჭამიაო. თან ისეთი პროდუქტებით, რომელიც არც განაყრებს. ხოდა მოკლედ. ფილმი